საფრანგეთის კონსტიტუციით, რომელიც заангავს შენ კონსტიტუციურ მოდელს, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვალდებული არიან პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ მოვიდეს პრეზიდენტი. მე მიმაჩნია, რომ არ არის ახლა ის სიტუაცია, რომ არ იყოს საგანგებო სიტუაცია. ქალაქის ცენტრში, ციხიდან გამოშობა. თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ ის პოლიტპატიმრება, ჩემი თვალსაზრისით ხალხი ვისხმარობს კრიმინალურ ლექსიკას, გამოიყურება როგორც კრიმინალი, მოქმედებს როგორც კრიმინალი, გასამართლებული იყო კვლელობისთვის, დაჭრისთვის, ამბოხისთვის და ასე შემდეგ, არის კრიმინალი. ეს ჩემი განმარტება და მე მაქვს უფლება ჩემი განმარტებას. 200 პოლიტიკოსი არ არის საქართველოში, არათუ 200 პოლიტპატიმარი, მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო, ან იმ ხალხის გადაწყვეტილება, ვინც ეს პარლამენტ შემოიტანა. მაგრამ ნუ ეს ამ ხალხმა მოაწყო ცემა-ტყება საპარლამენტო ოპოზიციის, რომელიც მოდიოდა ჩვეულებრივ საჯარო ღონისძიებაზე. დღეს მე მოვისმინე განმარტებები თავრობის მხრიდან, რომ თურმე სახელმწიფო დაცვის სამსახურს და განახორციელებს დაცვა. სოფლიოს ერთი ქვეყანა მაჩვენეთ, სადაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ქუჩაში ამყარებს ეს. ერთი ქვეყანა მაჩვენოთ. ეს რაღაც სულ ახალ მებსუხებს საქართველოს და მე დაუვალებ სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ბატონო მიხეილ, ამისთვის შევიკრიბეთ აქ? ბოდიში არ აქვს. ხო, ამიტომ რაზე შევიკრიბეთ, იმაზე ვისაუბროთ, მეც მაქვს ჩემი მოსაზრებები ამ ყველაფერზე. დიახ, გისმენთ. რაც ხალხს აღებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ამაზე უფრო სერიოზული თემა, თქვენი პრემიერ-მინისტრი რომ მოსულიყო პრეზიდენტთან, თუ არა კრიმინალების მიერ ეგზეკუტორი რას ვლაპარაკობთ, ჩვენ უკრიტიკოთ მე არ მივიღებ იმას, რასაც ვთავაზობ. ჩვენ ვთავაზობ, რომ თურმე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რა ეს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია რომ მოვიდეს. იმედია თუ ეხლა პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო აქ, ამას ბრძანებთ? იმედია რომ მომავალში მოვა. კი ბატონო, რა თქმა უნდა. რა შეეხება ჩვენს გევადაში? იმედია რომ მომავალში მოვა. რა თქმა უნდა. ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია. ქვეყანაში ხდება დღეს ერთის მხრივ პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას უკანონო წესების მითვისების ცდილობა, მეორე ქუჩაში დევნა ოპოზიციის, რაც არის მიუღებელი. მესამე, ამითი ძალიან სუსტება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები და ეს არ შეიძლება თქვენც და მეც არ გვაღელვებს ძალიან ბადავით. თქვენ ეს ჩვენი ვრათით და მეც გასევიცი რომ საქართველოს გამოიყურება როგორც რაღაცა საკმაოდ განუვითარებელი მესამე მსოფლიოში ჩამორჩენილი ქვეყანა, აი ამ სურათებთან ტელევიზორში გავიდა, ეს 100-ია. და ეს ჩვენი საერთო შეშფოთების საგანია, ამიტომ ეს არის ის თემები, სადაც პრემიერ-მინისტრმა კეთილინებოს და ჩაერთოს. თქვენ ჩართოს ჩვენ ვაფასებთ და კარგია რომ ჩაერთოთ. ჩვენ მზათა ვართ რომ ასეო პარლამენტში იყოს ფართო დისკუსიები და საერთოდ უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის თემა. აქედან გავდივართ ჩვენ ვართ მზად რომ გავაგზავნოთ ეს საუბრები, ჩვენ გვაწუხებს ეს საკითხები რომელიც გვაწუხებს, მე მესმის მთავრობას რასაც უხებს, ამას აღარ გამიმეორებთ ახლა, ყველაფერი გასაგებია. საკმარისია რომ ეს დიალოგი უბრალოდ გაგრძელდეს, ჩვენ მივიდეთ ყველა იმ წერტილამდე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთანხმება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ როგორც მოვახერხეთ ჩვენ სულ დასაწყისში, ოქტომბერში, ყოველგვარი ზედმეტი ექსესების გარეშე გადაბარება მთავრობის, მათ შორის იმ ფუნქციებისაც, რომელიც გადაბარება ავტომატურად არის კონსტიტუციით გარანტირებული, მაგრამ ასე იყოს სწორი, მე ახალს მიმაჩნია, ზუსტად ასევე შევძლებთ ამ თითქმის ჩიყური სიტუაციიდან საერთო გამოსავლის ფორმას. რა თქმა უნდა, და აქ უნდა ყველანი ჩავერთოთ. ახლა პოზიებში ჩაყრდნობის ზოა არავისთვის არ არის. და მე უბრალოდ ამის თქმა მინდა და არა ის რომ თქვენ არ უნდა მოსულიყავით. რა თქმა უნდა, თქვენც უნდა მოსულიყავით. პრემიერ-მინისტრაცია მომიჩნევთ და ყველა სხვა ადამიანს, ვინც ამ თემებზე მუშაობს. ეს არის და ეს.